თბილისის ქუჩებში დილიდან ისე ხმამაღლა ისმოდა საზოგადოების ხმა, როგორც არასდროს. თუ კი ღამე ვერ გვხედავთ, დღისით უკეთესად გამოვრჩნდებით. ამ ლოზუნგით ქუჩაში გამოსული პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა დღეს თვითმარქვია ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართველი ხალხის მოთხოვნები. შეკრების კერებმა მთელი თბილისი მოიცვა. აქვთ გავარკვირვალ რიგში, იმიტომ რომ ვაპროტესტებთ ძალადობრივ პრორუსულ ოლიგარქის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს დგას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე გავართ აქ, რადგან ვიცით, რომ გვაქვს საღიაზრივ გავართ სიმართლის მხარეს და ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არის პრიორიტეტული და ამიტომ რადგან პროფესია არის ერთ-ერთი მაიდენტიფიცირებელი ადამიანის, ვფიქრობ, რომ საკუთარ თემთან ერთად დგომა და ამ ღირებულებების გაზიარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. არ უნდა ჩაკოდეს ჩვენში ეს პროტესტის გრძნობა, იმიტომ რომ ზუსტად ამ პროტესტით და ჩვენი ძალისხმევით მივაღწევთ უკეთეს გარემოში ცხოვრების საშუალებას. პროტესტის მე-16 დღეს ივანიშვილის რეჟიმმა პასუხად დღისით გადაკეტილი ქუჩები, თითქმის პარალიზებული ქალაქი და თვითორგანიზებული პროფესიული ჯგუფების მასშტაბური მსვლელობები მიიღო. არადა თვითმარქვია ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებდა, რომ საპროტესტო მუხტი მალე განელდებოდა ქვეყნის ისტორიული საგარეო კურსის ცვლილება კი მარტივად შერჩებოდათ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სოციალური წრეის ამ პროფესიის წარმომადგენელი ხარ ადამიანი ამ ქვეყანაში, რა არის შენი სოციალური სტატუსი ამ პროფესია ან განათლება, შენ ხარ ფუნდამენტური რისკის წინაშე, როგორც არის შენი ადამიანური უფლებები. უფლება იმაზე, რომ იცხოვრო დემოკრატიულ თავისუფალ სახელმწიფოში, სადაც შენი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, სადაც შენი არჩევანი დაცულია და კონსტიტუცია, რომლის ფარგლებში შენ ხარ საზოგადოების წევრი, არის დაცული შენი მთავრობის მიერ. მე მგონი განმუხტვის ერთადერთი საშუალება ადამიანელი არჩევნები და იმ ხალხის გამოშვებაა და დანარჩენი უკვე მერე სალაპარაკო და ისახდება. ეხლა მთავარი სიტუაციის განმუხტვა, რომლის გზასაც მე მარტო ამას ვხედავ. IT და ტექნოლოგიური კომუნა, მარკეტერები, ფინანსისტები, ტრენერები, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები, მეღვინეები, ექიმები, სტარტაპები. ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. განსხვავებული პროფესიების მიუხედავად კი მოთხოვნები ერთი: თავისუფლება რეჟიმის უკანონო ტყვეებს, ხელახალი არჩევნები და უკომპრომისო სვლა ევროპისკენ. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა პროფესიულმა წრეებმა დღეს მთელი ქალაქი აახმაურეს. ყველანი ვერთიანდებით, ყველანი ერთად ვართ, ვამხნევებთ ერთმანეთს, გვერდში ვუდგევართ და თუ კი ღამე არ ვჩვანდით, დღისით ალბათ უკეთესად გამოვჩნდებით. ჩვენ გვინდა ევროპა და ჩვენ გვინდა განვითარება. 12 წლიანმა რეჟიმმა რეალურად ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ მეღვინეობას რა, რომელიც მე ვთვლი, რომ არანაკლები მატერიალური ღირებულების არის, როგორც მაგალითად გელათი არის რა, იმიტომ რომ 8000 წლიანი ისტორია გვაქვს უწყვეტი მეღვინეობის და ისაც ეხა ხდება მეღვინეობის სექტორში, ძალიან დასაფიქრებელია და ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ რა უფლება გვაქვს რამე ვთქვათ მეღვინეობაზე, როდესაც მთლიანი ქვეყანა არის ძალიან უსყულში ჩავარდნილი. სხვადასხვა ლოკაციიდან დაძრული მზარდი წინააღმდეგობრივი პროტესტი სიმბოლურად თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა. როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ, მათთვის ეს ბრძოლა უცხო არ არის. პროტესტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყეს. თუმცა ახლა როგორც ჩანს, ბრძოლის სახეცვლილი ფორმაა საჭირო, რათა მსოფლიო მათი ხმა უკეთ გაიგონოს. ჩვენ HR-ები რუსთაველზე ვდგავართ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მას შემდეგ, რაც რუსული კანონი დაინიცირდა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ევროპული დასავლური სტანდარტების ინტეგრირება, რადგან ეს შედეგად გამოიწვევს შრომის ბაზრის გაუმჯობესებას, ორგანიზაციულ განვითარებას და ჩვენ ვარ წარმოგვიდგენია, რომ ეს ყველაფერი ევროპასთან ინტეგრაციის გარეშე გაკეთდეს. გარდა ამისა, ჩვენ ვაპროტესტებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და გარდა ამისა გვაქვს ძალიან მკაფიო მოთხოვნები. ეს მოთხოვნები მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელია მთავრობის გადადგომა, ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნები უნდა და ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომელიც იქნება ობიექტური და სამართლიანი. თბილისის ქუჩებში გაშლილი მანიფესტაციის მიზანი მკაფიოა, მუშაობის გასაგრძელებლად, პროფესიული განვითარებისა და სამუშაო სივრცეებში დასაბრუნებლადაც კი ერთადერთი გზა მხოლოდ პროტესტია. აქციის მონაწილეების თქმით, ვერც ერთი სფერო სტრატეგიული პარტნიორების გარეშე და ქვეყნის ისტორიული მტრის წინაშე მარტო დარჩენილი არსებობას უბრალოდ ვერ შეძლებს. ახლა აღარ არის არაფერზე სხვა რაღაცაზე ფიქრის დრო, გარდა იმის, რომ გამოვიდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ აღარც ფინანსისტებს, აღარც
IT სპეციალისტებს და აღარც სხვა პროფესიის ადამიანებს ამ ქვეყანაში გასარჩენი და გასაქანი აღარ ექნებათ, იმიტომ რომ რასაც ჩვენ დღეს უყურებთ, ეს არის ქვეყნის განადგურება. დღევანდელი დღის სიმბოლური აქტი ხმაურიან მარშთან ერთად 1 საათიანი გაფიცვაც იყო. სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებმა 1 საათით ოფისები დატოვეს და ქუჩაში გამოვიდნენ. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ადამიანებს დღეს თბილისის ყველა წერტილში შეხვდებოდით. ბანკები, მაღაზიები, აფთიაქები, სეისმური მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები. ყველას გზავნილი ერთი იყო. ეს არის ჩვენი მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი სიმბოლური აქტი სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლების. იმ აღირახსნილი ძალადობის წინააღმდეგ და ვუერთდებით იმ მოთხოვნას დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, განთავისუფლდნენ პოლიტიკური მძევლები. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სიმბოლური დატვირთვის იყო ადვოკატების პროტესტი უზენაეს სასამართლოსთან. ოცნების მიტაცებული სასამართლოს მიერ უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება იურიდიული სფეროს წარმომადგენლებმაც მოითხოვეს. მნიშვნელოვანი იყო სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნაც. 7 ნოემბერი თუ 1-2 იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 10 დღის განმავლობაში ჩვენ ხედავთ 7 ნოემბერს სადიზმს, ძალადობას, ფაშიზმს დაუცველ მოქალაქეებთან მიმართებაში. არა სადიზმს, არა ძალადობას, ამუთავ ფეოდალ გველეშაპს უნდა უთხრათ, რომ საქართველოს ეს არ გაუვა. იცით რომ ადვოკატებს ფიცი გვაქვს დადებული ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის სახურებაზე. როდესაც ადამიანის უფლებები და კონსტიტუცია საფრთხეშია, ჩვენ ვალდებული ვართ ეს ფიცი დავიცვათ. ამ ფიცს ჩვენ ყოველდღიურად შეიძლება ვიცავდეთ სასამართლოში, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც ამ ფიცის დაცვა ჭირდება სასამართლოს გარეთაც. დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მუსიკოსები კონსერვატორიასთან. აქციის საერთო მოთხოვნასთან ერთად ისინი აპროტესტებენ კონსერვატორიის სტუდენტის ანრი კაკაბაძის პატიმრობას, რომელიც ბათუმში უნივერსიტეტის ლექტორთან ერთად დააკავეს. ხელოვანი აღის 50 ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიყიდებით და დღეს ვიდგებით იქ, სადაც ჩვენი ახალგაზრდობა, სადაც ჩვენი ნათელი ევროპული მომავალი. ვაპროტესტებთ უდანაშაულო ხალხის დაკავებას, ვაპროტესტებთ მათ სასტიკ ცემას, ამ აბსურდულ სასამართლოებს, საიდანაც ახლა მოვდივარ. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო 20-მდე ორგანიზებული მსვლელობა 10-ობით პროფესიის ადამიანის მონაწილეობით, მხოლოდ თბილისში. მოქალაქეების თქმით, საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება. ეროვნული ბრძოლა კი ევროპული მომავლის გადასარჩენად უკომპრომისო იქნება.